ინტერნეტ დომენური სახელობის რეგისტრაცია და რეგულაცია მალე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პრეროგატივა გახდება. ამასთან დაკავშირებით ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილების შეტანა იგეგმება. საბოლოო ცვლილებამდე კი ინტერნეტ დომენების კავკასიის ონლაინი მარეგულირებლის რეგულაციების გარეშე გასცემს. უნდა აკონტროლებდეს თუ არა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია დომენების გაცემას და ვინ ხედავს ხელისუფლების მხრიდან ინტერნეტზე კონტროლის დამყარების საფრთხეს შორენა ხვიჩი არგოდა. ინტერნეტ დომენების სახელების რეგისტრაციისა და რეგულაციის უფლება გაზაფხულიდან კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიენიჭება. დღემდე დომენების რეგისტრაცია კავკასიის ონლაინის დაქვემდებარებაში მყოფი NIC.net-ს საშუალებით ხდება. ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების შესვლის შემდეგ მარეგულირებელი კომისია კიდევ ერთ ნორმატიულ აქტს შეადგენს, რომლითაც დომენების რეგისტრაციისას კავკასიის ონლაინი ხელმძღვანელებს. დომენების მინიჭება ინტერნეტ სივრცეში არ არის მოწესრიგებული სამართლებრივად. საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ახლა თქვენ ხელში გიჭირავთ, მიუთითებს და გულისხმობს იმას, რომ მარეგულირებელ კომისიას დაეკისრება ვალდებულება დაადგინოს ეს სამართლებრივი რეგულაციები. ანუ მიიღოს დებულება ნორმატიული კანონქვემდებარე აქტი, რომლის მიხედვითაც მოწესრიგდება საქართველოში ინტერნეტ დომენების გაცემის წესები. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, კომისია მიიღებს შესაბამის დადგენილებას და განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მოხდეს ქართული დომენური სახელების რეგისტრაცია. პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ ცვლილებების შემდეგ მთლიანად მოწესრიგდება სისტემა და დომენების გაცემისას აღიკვეთება სუბიექტური დაუსაბუთებელი მიდგომა. იმის გათვალისწინებით, რომ საინფორმაციო ველის ფაქტიურად 70% არის დღეს სახელმწიფო კონტროლის ქვეშ, დარჩა რაღაც გარკვეული ეპიცენტრები, რომლებსაც ვერ აკონტროლებს ხელისუფლება და ეს ეპიცენტრები მათ უქმნის მუდმივად უხერხულობას და თავსატეხს. ჟურნალისტი ირაკლი კორძაია დომენ OPINION-ს მფლობელია. შიშობს, რომ კანონში ცვლილების შესვლის შემდეგ ხელისუფლების მხრიდან ინტერნეტზე კონტროლის ახალი მექანიზმი ამოქმედდება. დომენების კონტროლის მექანიზმი ხელისუფლებას ამჟამადაც გააჩნია, ვინაიდან ეს დომენები ეკუთვნის საქართველოს მხოლოდ G ზონაზე არის საუბარი და გაკონტროლება რომ ვინაოს, ეხლაც გააკონტროლებს. პრესაჯის ერთ-ერთი დამფუძნებელი კოტე სტალინსკი ამბობს, რომ ხელისუფლებას კანონში ცვლილების შესვლის შემდეგ ინტერნეტზე კონტროლის ისეთივე საშუალება ექნება, როგორიც მანამდე ჰქონდა. საფრთხეს ინტერნეტ ტექნოლოგიების სპეციალისტი სხვა კუთხით ხედავს. მისი თქმით, ელექტრონულ კომუნიკაციებზე რეგულაციებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია არ უნდა ადგენდეს და ამისთვის ცალკე სამსახური უნდა არსებობდეს. მაინტერესებს რატომ აგასცეს მარეგულირებელმა კომისიამ დომენები, ვინაიდან ეს არის სიხშირეების მარეგულირებელი კომისია და არა დომენების რეგულატორი ამ შემთხვევაში. მეთქი რომ ყველა ვარიანტში უნდა არსებობდეს ცალკე მარეგულირებელი ორგანო, რომელიც დაარეგულირებს დომენების გაცემის საფრთხეს. ინტერნეტ ტექნოლოგიების სპეციალისტი ამბობს, რომ ნორმატიულ აქტში, რომელიც დომენების რეგისტრაციას დაარეგულირებს, გათვალისწინებული უნდა იყოს ისეთი საფრთხეები, როგორიცაა კიბერსკოტინგი. კიბერსკოტინგის ერთ-ერთ მაგალითად შეგვიძლია ალასანიაჯი განვიხილოთ. ვებგვერდი საინფორმაციო შინაარსისაა, თუმცა არაფერი აქვს საერთო ირაკლი ალასანიასთან. კოტე სტალინსკი ამბობს, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის. ცნობილი ადამიანებისა და კომპანიების სახელების დომენებს ხშირად სხვადასხვა პირები კომერციული მოგების მიზნით ყიდულობენ. ინტერნეტ ტექნოლოგიების სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტი, რომელიც მალე უნდა შედგეს, სწორედ ასეთ საფრთხეებზე უნდა იყოს გათვლილი და მას არეგულირებდეს.